ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. ამ ბაზარზე ჩვენ გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს, ვიდრე დღეს არის ქართული ღვინო აქ წარმოდგენილი და ჩვენ ღვინის ეროვნულ სააგენტოს კერძო სექტორთან ერთად გვაქვს შემუშავებული ჩვენი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც მივხვებით უკვე რამდენიმე წელია და რამაც უკვე მოიტანა ის კონკრეტული შედეგები, რომელსაც ვხედავთ მატება არის მოიხსენებათ ამერიკის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტის. The Georgian exports are up in the U.S. market by 19% from the year before. So we're really excited about the trajectory and the momentum that is starting to build in the U.S. market. Just yesterday in the Los Angeles Times, there was an article saying, okay, everyone quit writing about orange wine, just start to drink it. Isn't it time to start drinking it? We started to drink a lot of Georgian wine and tell a lot of people about wine from the Republic of Georgia, and they didn't believe us. And they've really come to understand that the wine is very different. It's unique to wine, not like wine you get from California, not like wine you get from France. It's different and it has a unique taste to it. ვართ წარმოდგენილი ორ შტატში, ეს არის მასაჩუსეტსი და ნიუ-იორკი. გვინდა რომ გავზარდოთ ჩვენი გაყიდვები და ჩვენი წარმოდგენილობა ამ ბაზარზე. ვეძებთ ახალ პარტნიორებს და ასევე გავაცნოთ ჩვენი ღვინოს საბოლოო მომხმარებელს, რომელიც საკმაოდ მრავლად არის აქ და საკმაოდ დიდი ინტერესს გამოხატავს ქართული ღვინის მიმართ. უკვე მოდიან ადამიანები, რომლებიც უკვე გვეუბნებიან, რომ გასინჯული აქვთ ქართული ღვინო, ან გაუგიათ მის შესახებ და ძალიან უნდათ გაისინჯათ და ეს მათთვის ძალიან კაი შესაძლებობაა, რომ გასინჯონ. It just gives a little bit of gravity to the lack of slant, so it's you might there's probably what I found is a little bit more Russian influences. traditions here. Do you see pressures to kind of played a little bit of a role in the past 10 years? That you eat and echo really is kind of focus on. ბოსტონის გამოფენის შემდეგ უკვე 10-ზე მეტი ქართული კომპანია ჩამოვიდა ნიუ-იორკში, სადაც ასევე მოეწყო ქართული ღვინის პრეზენტაცია. დილიდან დაიწყოს ჩვენი ღონისძიება, ჯერ ჩატარდა ქართული ღვინის ლექცია სემინარი, სადაც ძირითადად ღვინის პროფესიონალები ესწრებოდნენ, ესენი არიან ღვინის ბაიერები და ღვინის დისტრიბუტორები, ისინი ვინც მუშაობს ან გეგმავს ქართული ღვინის ბიზნესში ჩართვას. და უკვე საღამოს გაიხსნა ფართო მომხმარებლისთვის, ყველას ვისაც აქვს სურვილი რომ გასინჯოს ქართული ღვინო, მათ შეუძლიათ მობრძანდეთ და აქ ნიუ-იორკის ცენტრში მანჰეტენზე დააგემოვნონ ქართული ღვინო. მსგავსი ღონისძიებების დროს, როცა ძალიან ბევრი როგორც მწერალი, ისე მომხმარებელი, ისე მაღაზიებისა და რესტორნების მფლობელები მოდიან სინჯავენ ღვინოს, ამ ასეთი დეგუსტაციების მეშვეობით ჩვენ მივახცევთ იმის ზანს, რომ საბოლოო ჯამში ქართული ღვინო დამკვიდრდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორია ღვინის. საჭიროა ესეთი ივენტები ჩვენთვის, იმიტომ საერთოდ ამერიკელებს არ იციან, რომ საქართველო არის ქვეყანა, სად არის, რომ არის ღვინის ქვეყანა და ძალიან ბევრი შრომა უნდა რომ გაიგო თქვენი ჯიშები, თქვენი ტექნოლოგია, ქვევრის ღვინო რა არის, როგორ არის და აუცილებლად ესეთი ივენტი ძალიან დაგვეხმაროს.